სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვაც ძალიან საინტერესოა, რომელსაც ქალბატონი სვავს მერი კალაჰანი. და შეიძლება თქვენც გიფიქრიეთ ამაზე. გარკვეულწილად გასულ სესიაზე მე მგონი ბატონმა ჯონმა რაღაც გარკვეულად გასცა, თუ როგორი იქნება ჩვენი ყოფა 64-ში. და ეხლა შეიძლება უფრო კიდევ უფრო დაწვრილებით უნდა ქალბატონს ეს ცოდნოდა. თქო მან მოისმინა ის საუბარი და იქიდან გამომდინარე სვავს ამ კითხვებს. მე ესე ვთქვი, აქ ამ მიწაზე ნიჭიერი ამ ცხოვრებაში, ნიჭიერი და ერთგული, მარტო ნიჭიერი არა, ნიჭიერი და ერთგული ადამიანები. სამოთხეშიც განსხვავებულად მოემსახურებიან უფალს. და ქალბატონი ესე იწყებს, სალამი ჯონ მოგესალმებით, მე ვარ კელი მერი კალაჰანი და თქვენს ერთ-ერთ ზეციურ ქადაგებას როცა ყვებოდით, ქადაგებდით, დიახ ჯონი ეუნება ჩვენ ქონდა ქადაგება სამოთხეზე, მგონი 8 ქადაგება იყო იმ სერიაში. დიახ ნომერი არ ვიცი, მე უბრალოდ დამაფიქრე ერთმა რამ. მე მგონი მერვე იყო ბოლო. დიახ ერთ-ერთი ქადაგება, რომელზეც თქვენ საუბრობდით, თუ როგორ ვაპირებ ჩვენ სამოთხეში რომ ვიმსახუროთ, როგორ იქნება ჩვენი მსახურება სამოთხეში. დიახ მართალია მე მახსოვს ეს. და თქვენ თქვით მსგავსი რაღაცა. თუ ჩვენ ერთგულები ვიქნებით იმაში, რასაც აქ დედამიწაზე ღმერთი გვაძლევს და გვჩუქნის, იქ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნებაო, რომ უფრო მეტად ერთგულები ვიყოთ ზეცაშიო. და ჯონ მაკარტური უდასტურებს. დიახ ეს ასეა. და მე მაინტერესებს აგრძელებს მერი. ამბები, როცა ლაპარაკი არის ბიბლიაში ტალანტების შესახებ. გახსოვთ ხომ ტალანტები, როდესაც იქ სამი პიროვნება ყავს და თავის ბატონთან მიდიან ოსტატთან და ის აძლევს მათ და ურიგებს ამ ტალანტებს. და ვინც არის ყველაზე ერთგული, გახსოვთ ხომ, ის უფრო მეტს იღებს. ასე რომ მე მაინტერესებდა, სამოთხეშიც იქნება თუ არა მეტი შესაძლებლობები იმ ადამიანების მიმართ, ვინც აქ ერთგულები არიან. როგორი იქნება ეს ნიჭიერების შემთხვევაში? აქ ადამიანები, რომლებიც ნიჭიერები არიან, იქაც მათ განსხვავებული მსახურება ექნებათ, განსხვავებული იქნება მათი მსახურება და ჯონ მაკარტური პასუხობს. დიახ, ეს ასეა. გახსოვთ პირველი პიროვნება, მას მიეცა, გახსოვთ 5 ტალანტი და შემდეგ 10 მიიღო. მეორე პიროვნებას 2 მიეცა და გააორმაგა. და ხოლო ბოლომ არაფერი არ გააკეთა თავის შესაძლებლობით, გახსოვთ. დიახ, მე მახსოვს ეს. ასე რომ ღმერთი მხოლოდ იმას ითხოვს, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რომელიც ჩვენ აქ გვეძლევა. გასაგებია? თუ 5 ტალანტიანი ადამიანია, ხედავთ, შეიძლება მას მიეცეს 10. ზოგ შეიძლება განსხვავებული იყოს, ხომ? აქ შეიძლება კონდეს 5, 4, 3 ან შემდეგი. ან 8, ან მეტი. მაგრამ ღმერთი იმას ითხოვს ჩვენგან, რომ მას მივცეთ ყველაფერი აბსოლუტურად, რაც გვაქვს. და მომავალ ცხოვრებაში ის მაქსიმალურად გაზდის ამ თქვენს შესაძლებლობებს იქაც. ეხლა ჩვენო გადახედოთ ჩვენ ეკლესიაში, გვაქვს განსხვავებული ნიჭები თუ არა? რა თქმა უნდა, გადახედეთ, ყველა სხვადასხვანაირად ემსახურება უფალს. ამის გამო რა ჩვენ შევიძულებთ ერთმანეთს, ან მოვიძულებთ ერთმანეთს, ან განურიცხდებით ერთმანეთს, ვისაც შეუძლია მაგალითად ღვთის სწავლება, ვისაც შეუძლია მუსიკის დაკვრა, ვისაც შეუძლია რაღაცა ქველმოქმედების გაკეთება? განა ის, ვინც ღვთის სიტყვას ასწავლის, განაწყენდება იმაზე, რომელიც დაუშვათ ქველმოქმედებას აკეთებს? ან განურიცხდება ის გულუხვად გამცემი იმას, ვისაც აქვს უნარი მაგალითად მუსიკის დაკვრის? აწუწუნდება ის ადამიანი, ვისაც ნიჭი არა აქვს? ხედავთ, ჩვენ ხედავთ ღვთის მიერ დიზაინირებული მისი ქმნილების ყველა ჰარმონიულ ლამაზ შერწყმას. იმიტომ რომ ჩვენ ყველამ ვიცით, რაც ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ, რა უნარი ჩვენ არ უნდა გქონდეს, ეს ჩვენგან არ არის. ვინ მოგცვა ის? თავად მოსიყვარულე ღმერთმა. ასე რომ ჩვენ ვერავინ
ჩვენ თავზე ამას ვერ მივიწერთ. ეს ყველა კრედიტი ღმერთს ეკუთვნის. ასევე გვექნება მარადისობაშიც. ჩვენ ყველას გვექნება განსხვავებული ფუნქციები და მომსახურების განსხვავებული სტანდარტები. მაგრამ ეს არავის აბსოლუტურად არ შეაწუხებს, არავის არ დაბოხმავს და არავის გულდაწყვეტილს არ დატოვებს. ყველა მიხვდება, რომ ეს ყველაფერი ღმერთის საჩუქარი იყო, იმიტომ რომ თავარი რაც ღმერთმა გააკეთა ყველასათვის, ეს არის ჩვენ ცოდვა მიგვეტევა. არ შეიძლება იქ უკვე იყოს ეჭვიანობა და შური. და ზოგი მართალმადიდებლობა შეიძლება ეს თქვას, რომ როგორ ჩვენ ზუსტად ერთნაირები ვიქნებით ყველანი 60-ში? არა. ჩვენ გვექნება სხვადასხვა შესაძლებლობები, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შექმნა ჩვენ ღმერთმა და რამდენად კარგად ვასრულებთ ჩვენ ამ გეგმას აქ, ამ დედამიწაზე. და ეს განსაზღვრავს იმას, თუ როგორ ვიქნებით მისთვის სასარგებლო მომავალშიც. და კითხვის დამცველი მე აგრძელებს. ესე იგი, ჩვენ თუ აქ ერთგულები ვიქნებით, 60-შიც ეს ღმერთს მოეწონება? დიახ, თუ ჩვენ აქ ერთგულები ვიქნებით, ეს უფრო მეტ შესაძლებლობას მოგცემს, რომ მოვიმსახუროთ მას იქ. დიახ, მე ძალიან მომეწონა ჯონ თქვენ რაცა თქვით და ყოველთვის ვფიქრობდი აქ ამაზე, თუ დედამიწაზე ერთგულები ვიქნებით, იმითი რასაც ვაკეთებთ, ღმერთი უფრო მეტ პასუხისმგებლობას მოგცემდა. დიახ, მართალია, ასე რომ ჩვენ აქაც ერთგულები ვართ და ზეცაშიც ერთგულები ვართ. და ღმერთიც იგივეს გააკეთებს 60-ში. ეხლა მე მინდა დავძინო ჯონ მაკარტური პასუხს. იცით რა არის? მე ვხედავ თქვენ რასაც ამბობთ, პირველ რიგში ის უნდა ვთქვა, რომ მე იქ არასოდეს არ ყოფილვარ. ნამდვილად არ ვიცი დეტალებში როგორ მუშაობს ეს. მაგრამ აქაურის მიწიერის მსგავსი უნდა აღვნიშნო, რომ არ იქნება. ეგ განსხვავებული იქნება. ასე რომ ზეცაში ვერ იქნები უფრო ერთგული, რადგან ნაკლებად ერთგულიც ვერ იქნები. გესმით? შენ ზუსტად ისეთი იქნები, როგორიც ხარ. ხო მართალია? ასე რომ რაც არ უნდა იყოთ იმ დღეს, როცა იქ მიხვალთ, ის იქნება მარადიული. და თქვენ ამას ვერც მოაკლებთ, ვერც დააკლებთ. იმიტომ იქ ცოდვა არ იქნება, გასაგებია, ხო? იქ არ იქნება არც შური, არც ბოღმა და იქ იქნება მხოლოდ იმისი განდიდება, რასაც ღმერთი და იმ ნიჭების, რასაც ღმერთი მოგაგებ და იმ საჩუქრების გამოყენება, იმ გვირგვინების ჩვენ გვირგვინებზე ვილაპარაკეთ მაშინ. დიახ, მადლობა ჯონ. გასაგებია, მადლობა პასუხისათვის.